გავაკეთე რეგიონის უკეთეს მომავალზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე. ასე გამოხატა საკუთარი პოზიცია მეათე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მისულმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ. არჩილ ხაბაძე იმედოვნებს, რომ მომავალი მერი ბათუმისთვის გააკეთებს ძალიან ბევრს და ისინი ერთ გუნდში იქნებიან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ამ მრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი ვარაუდით არჩევნების მეორე ტურის ჩატარება საჭირო არ გახდება. 38 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. ავთანდილ ბერიძე უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. რეგიონის პირველმა კანონმდებელმა ხმა ქვეყნის აჭარის ბათუმის განვითარებას მისცა. საკუთარი არჩევანი გააკეთა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმაც. მე მივეცი და გავაკეთე არჩევანი მომავლისკენ, ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის, მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის და ზოგადად რეგიონის განვითარებისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ტურში მერი არჩეული იქნება და არავითარი მეორე ტური არ იქნება. ჩემი მოლოდინი არჩევნებისაგან საქართველოს გამარჯვება, აჭარის გამარჯვება, ბათუმის გამარჯვება, ვფიქრობ, რომ გამარჯვებული ამოვალ. ამ არჩევნებიდან სახელმწიფო გამოვა გამარჯვებული, ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი. ვფიქრობ, რომ სწორ არჩევანს გააკეთებს ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ამორჩევლები და ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი საქართველოს წაადგება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თვითმმართველობის არჩევნები იქნება შედეგი იმისა, რომ საქართველო გავწყინდება.